კორპორატიული გარიგებების კუთხით 2025 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო Ion Analytics-ის ინფორმაციით, ბოლო 12 თვეში ეგრეთ წოდებული მერჯერების მოცულობა 4.91 ტრილიონს გადააჭარბა დოლარში, რაც ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. ახლა ეთერში ერეკლე ფოლადიშვილი შემოგვიერთდება და შეაჯამებს 2025 წლის 10 უმსხვილეს კორპორატიულ გარიგებას ერეკლეს აღამშვიდობის. ეხლა საღამოშვიდობისა და მივესალმები მაყურებელს, აქედანვე სურს დავანონსო, რომ დღეიდან უახლოესი დღეების განმავლობაში წლის ბოლომდე სხვადასხვა მიმართულებით შევაჯამებთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოფლიოში პოლიტიკურ მოვლენებს. დავიწყოთ ცხადია უპირველეს ყოვლისა იმით, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ და ჩვენთვის უპირველესია ის უმსხვილესი გარიგება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიდო, როგორც ეკრანზე ხედავთ, ყველაზე მსხვილი გარიგება წელს დაიდო ამერიკის შეერთებული შტატების ორ უმსხვილეს იმ კომპანიას შორის, რომლებიც მუშაობენ სატრანსპორტო გადაზიდვების რკინიგზის კუთხით, როგორც ხედავთ, ესენი არის Union Pacific და Norfolk Southern-ი 88.2 მილიარდის მოცულობის არის ეს გარიგება და რაც მთავარია ამის დამსახურებით, მოხერხდება რომ სამხრეთით და ჩრდილოეთით როგორც იქნება საბოლოოდ გაერთიანდება ხაზები და მოახერხებენ ბოლო-ბოლო ორივე მხარეს კომპანიები გადაზიდონ თავისი ტვირთები, ცხადია, აქ იგულისხმება არა მარტო ენერგეტიკა, არამედ ყველაფერი სხვა, რაც გადაზიდვებს ეხება. უნდა გადავიდეთ მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან გარიგებაზე, რომელიც დაიდო და რომელმაც ალბათ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს არის საუდის საინვესტიციო კომპანიასა და Electronic Game შორის, Electronic Arts შორის დადებულ ფაქტობრივად გეიმინგ ინდუსტრიაში უმსხვილეს გარიგებაზე, საუბარია 56.6 მილიარდის მოცულობის გარიგებაზე, რომლითაც ის კომპანია, რომელიც დღეს ყველასთვის არის ცნობილი Battlefield-ის შექმნით, Battlefield 6-ის, რომელსაც ალბათ ყველა თამაშობს, აი ამ გადაწყვეტილებით საუდის არაბეთს ფაქტობრივად გადაეცა ეს კომპანია და უახლოეს მომავალში ცხადია ალბათ ვიხილავთ გავლენას, როგორი იქნება საუდის არაბეთის და მისი კულტურული თუ პოლიტიკური შეხედულებების, ასევე უნდა ვისაუბროთ მესამე არანაკლებ მნიშვნელოვან გარიგებაზე, რომელიც დაიდო ამ შემთხვევაში უფრო სამედიცინო, სამომხმარებლო ასევე მიმართულებით, Kimberly Clark-სა და Ken Wyss შორის არის 51.4 მილიარდის გარიგება დადებული, რომელიც ძირითადად ჰიგიენის მიმართულებით მოიცავს მარტივად რომ თქვა შეთანხმებას, რაც ფასებსაც მნიშვნელოვნად დაასტაბილურებს ამერიკის ბაზარზე ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუმცა ნამდვილად მნიშვნელოვანი გარიგებაა, ერთ-ერთი უმსხვილესი როგორც აღნიშნე, ასევე უნდა გადავიდეთ მეოთხე და არანაკლებ მნიშვნელოვან გარიგებაზე, რომელშიც შეუძლებელია რომ წელი ისე დაგვეხურა BlackRock-ი არ გვეხსენებინა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია, რომელმაც მონაცემთა ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი Align Data Centers-ი 40 მილიარდით შეიძინა. ეს გარიგება არც არის გასაკვირი იმ ფონზე, როგორ გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში დაინტერესება, მით უმეტეს ბოლო 1 წლის განმავლობაში დაინტერესება ამ ინდუსტრიით, რომლის გარეშეც ფაქტობრივად ტექნოლოგიური კომპანიები და ხელოვნური ინტელექტი ვერ განვითარდება. ამის შემდეგ გადავდივართ ფაქტობრივად ძალიან შორსაც არ მივდივართ მონაცემების და ზოგადად ტექნოლოგიების ინდუსტრიიდან, კომუნიკაციების სფეროში გვაქვს ძალიან საინტერესო სიახლე. Carter Communications-ი და Cox Communications-ი ამ ორმა უმსხვილესმა ტელეკომუნიკაციების კომპანიამ, გიგანტებმა ფაქტობრივად, რომელთა გარეშეც ამერიკის ბაზარზე ფაქტობრივად ვერცერთი სატელევიზიო მაუწყებლობა ვერ ხერხდება, გააფორმეს 36 მილიარდ დიანი გარიგება, ასე რომ ვთქვათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც ცხადია შეუწყობს ხელს, რომ მობილიზდეს და ერთ პორტფელში გაერთიანდეს ეს ინდუსტრია, ეს მეტნაკლებად უარყოფითად აისახება ცხადია კონკურენციაზე და ზოგადად მონოპოლიას შექმნის, თუმცა როგორც ჩანს ამერიკაში ამაზე ძალიან არ დარდობენ და არ დარდობს ამაზე მარეგულირებელი, ასევე უნდა გადავიდეთ ამ შემთხვევაში მეექვსე და არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ცოტა შორს არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ამ შემთხვევაში Toyota-მ შიდა სივრცეში გადაწყვიტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება დაედო და Toyota-მ როგორც კომპანიამ ასე რომ ვთქვათ, მერჯერი განახორციელა 33.3 მილიარდად Toyota Industries, ანუ იმ კომპანიის შემოერთება გადაწყვიტა, რომელიც ავტონაწილებზე მუშაობს. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ავტოინდუსტრიისთვის და ხელს შეუწყობს Toyota-ს პოზიციების, ასე რომ ვთქვათ, გამაგრებას ქვეყნის შიგნით, რაც
როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ისე უნდა დაუბრუნდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგება ასევე ტექნოლოგიურ კომპანიასა და ტექნოლოგიური კომპანიების დამზღვევ კომპანიას შორის გაფორმდა საუბარია Alphabet, ანუ Google-ის ფლობელ და მშობელ კომპანიასა და ვის შორის. ეს არის ის კომპანია, რომელიც სთავაზობს Alphabet-ს და სხვა კომპანიებს უსაფრთხოებას ამ შემთხვევაში cloud ინფრასტრუქტურის და ვიცით რომ Google არის cloud ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი გიგანტი, როგორც გითხარით, ტექნოლოგიების სექტორის მიმართულებით არის ეს უმნიშვნელოვანესი გარიგება და საერთო გარიგების მოცულობა არის 32 მილიარდი. უნდა გადავიდეთ აქედან ცოტა შორს, მთლად ამ შემთხვევაში ტექნოლოგიების ინდუსტრიაში არა ვართ, უფრო ენერგეტიკისკენ ვინაცვლებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება გაფორმდა და შემსყიდველი ამ შემთხვევაში არის Constellation Energy, რომელიც არის ბირთვული ენერგიის მიმართულებით ერთ-ერთი გიგანტი, მან შეიძინა 29.4 მილიარდად კელპაინი და საუბარია იმ კომპანიაზე, რომელიც ბუნებრივ აირს აწარმოებს. ეს გარიგება ცხადია ხელშეუწყობს ამერიკის ბაზარზე ენერგეტიკული ინდუსტრიის უფრო გაძლიერებას. ასევე უნდა გადავიდეთ დაახლოებით ისევ იაპონიასთან უნდა დავბრუნდეთ, რადგან საავიაციო მიმართულებით გვაქვს საინტერესო სიახლე. Sumitomo Corporation-მა, რომელიც საავიაციო ინდუსტრიის გიგანტია, ერთ-ერთი იაპონიაში შეიძინა Air Lease, რომლის საერთო ამ გარიგების მოცულობაც, როგორც ეკრანზე ხედავთ, არის 27.5 მილიარდი დოლარი და უნდა დავასრულოთ ჩვენი აი ეს 2025 წლის შეჯამება. ძალიან საინტერესო გარიგებით ამ შემთხვევაში სამედიცინო ინდუსტრიაში Abbott Laboratories-მა შეიძინა 25.7 მილიარდად Exact Sciences. მარტივად რომ წარმოგიდგენინოთ, ეს არის ონკოლოგიური მიმართულების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება, რაც არაინვაზიური კუთხით დაეხმარება, მოკლედ სიმსივნესთან გამკლავებას კომპანიას დაეხმარება, რომ სიმსივნესთან ბრძოლა უფრო მარტივად მოხერხდეს და რაც თავარია დიაგნოსტირება მოხერხდეს. მოკლედ, წესით ამ სიაში, მარტივად რომ ვთქვათ, უნდა იყოს დღეს და თავში უნდა იყოს Netflix-ის ან Paramount-ის გარიგება Warner-თან, თუმცა, როგორც ვიცით, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, ამიტომ წელს ამით შეგვიძლია შევაჯამოთ 2025 წლის უმსხვილესი მერჯერები, ხვალ კი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი რეიტინგით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.